იცით ვინ არის კარგი ფოტოგრაფიო? ვინც ჭკვიან კაცს გამოიყვანს ჭკვიანს და სულელსო. ალბათ კინოში ეგრეა. თუმცა ეგეც შეიძლება შეცვალო. როდესაც გამოცხადა თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდმა გამოაცხადა ეს კონკურსი, მე ჩავთვალე რომ უნდა მიმეღო მონაწილეობა. რადგან ჩვენ ფოტოგრაფები არ ვართ განებივრებული საქართველოში ასეთი კონკურსებით და მიმაჩნდა რომ თუ კი მოვხვდებოდი ამ კონკურსში ჩემთვის ეს დიდი ხელშეწყობა იქნებოდა და მინდა ვთქვა ისიც რომ როცა მიმიღია ქართულ კონკურსებში ვერ გავსულარ ხოლმე და კი ვიფიქრე რომ ეს გამოვა, მაგრამ მოხდა ესე რომ გამიმართლა და მოვხვდი ფინალში. პროექტს დავარქვი უხილავი საქართველო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ის გარემო, ის ამბები, რომლებსაც მე ვიღებ ადამიანებისთვის საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა იცნობდეს, მათ უნდა იცნობდეს საზოგადოება, ამ ადამიანებსაც, მათ ცხოვრებასაც, მათ ამბებსაც და იმ სამყაროსაც, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. რაც შეეხება თავად პროექტს, ჩემი წარადგინა, ჩემმა მენეჯერმა და ჩემმა შვილმაც და მე ჩვენ ერთად ავარჩიეთ ფოტოები, რომელიც წარვადგინეთ კონკურსზე. ნათელას როგორც შემოქმედი შეფასება ძალიან გამიჭირდება, რადგან ჩემთვის ყოველთვის პირველ რიგში იყო დედა და მოგვიანებით დაახლოებით 10 წელზე ცოტა მეტი ხნის წინ, რაც დავიწყე მასთან ერთად მუშაობა. ამის შემდეგ გახდა ჩემთვის ის ფოტოგრაფი. ნათელამ გადაღება ჩემს დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, ამიტომ ფოტოგრაფია ჩემს გარემოში ძალიან ბუნებრივად არსებობდა ჩემი ცხოვრების პირველივე წლებიდან. ნათელა არის ჩემთვის ორი ადამიანი. ერთი არის ადამიანი, რომელიც არის ქალაქში და არის რადიკალურად განსხვავებული, როდესაც ვაკვირდები მის ურთიერთობას ადამიანებთან ქალაქში და ნათელა, რომელიც გადის ქალაქგარეთ, იღებს კამერას და სრულ ტრანსფორმაციას განიცდის. იქ არის აბსოლუტურად თავისუფალი, ძალიან ლაღი, უშუალო ადამიანებთან კომუნიკაციაში და ვფიქრობ, რომ ეს მის ფოტოებსაც ეტყობა. განსაკუთრებით სელექციაზე. ალბათ კონფლიქტები თუ გვაქვს ყველაზე ხშირად ამ თემაზე გვაქვს, რადგან ნათელასაც როგორც ნებისმიერ სხვა ფოტოგრაფს თავსაკუთარი ფოტოებისადმი უვითარდება ეგრეთ წოდებული ემოციური მიჯაჭვულობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც კადრს მიღმა ხდება რაღაცა განსაკუთრებული, რაც ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენს ფოტოგრაფზე და შესაბამისად უყალიბებს კონკრეტულ წარმოდგენას და ემოციურ მიჯაჭვულობას იმ ადგილას გადაღებულ ფოტოზე. რაც შეეხება ამ უშუალო პროექტს ჩვენი მთავარი ორიენტირი იყო ამოსულიყავით გარემოდან, რაც არის ურბანული სივრცე და შემოგვეტანა ბუნებასთან და ამ ეწასოფლურ გარემოსთან სიახლოვის მაქსიმალური ელემენტები. ერთგვარად შემოგვეტანა ფილოსოფია, რომ თითოეული ჩვენგვანი მოვდივართ ზუსტად ამ ბუნებრივი ლანდშაფტებიდან, ბუნებრივი გარემოდან, რომელიც დროის მანძილზე, რა თქმა უნდა, ურბანულ სივრცეში გვავიწყდება და ეს ბილბორდები გაგვეხადა ერთგვარ სარკეთ, ერთგვარ მოგონებად იმ გარემოსი, საიდანაც მოვდივართ და საიდან შეიძლება უკვე სადაც შეიძლება იმდენად კავშირი აღარა გვაქვს. როცა ვარჩევდი ფოტოებს, ყოველთვის ხედავდი ქუჩაში, ბილბორდზე, როგორ უყურებენ ქალაქში მაცხოვრებლები. ბევრი შეიძლება იმ რეგიონიდანაც არის და მისთვის ძალიან ნოსტალგიურიც იყოს, სასიხარულოც იყოს. ამით განსაზღვრავდი, იცით, როგორ აღიქვამენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ამ უზარმაზარ ბილბორდზე დაინახავდნენ მათ. ჩვენთვის როგორც საჯარო ხელოვნების ფონდისთვის მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა რაც შეიძლება მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომ თანამედროვე ხელოვნება და სხვადასხვა მედიუმები მაქსიმალურად საინტერესოდ წარმოგვაჩინა ურბანულ სივრცეში. ვფიქრობ, საინტერესო გადაწყვეტა ვიპოვეთ, როდესაც კომერციულ ბილბორდებზე რაღაცა პერიოდულობით ჩდება ფოტოგრაფია. ამ პროექტმა ერთგვარი ციკლურობის ხასიათიც მიიღო. შარშან მქონდა ჯგუფური გამოფენა წარმოდგენილი მთელი ქალაქის გარშემო. წელს გვაქვს ნათელა გრიგალაშვილის
ერთგვარი რეტროსპექტივა, რომელიც გაფანტულია თბილისის სხვადასხვა უბნებში და ვფიქრობ რაღაცა ეს აღმოჩენის და მოლოდნელობის ელემენტიც კიდევ განსაკუთრებულ ელფერს მატებს ამ გამოფენას იმას, რასაც ვთქვათ საგამოფენო სივრცეში ვერ შექმნიდი. ჩემთვის პირადად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის დიალოგი, რაც იქმნება ნათელას ფოტოებსა და ამ კონტექსტ შორის, რომელიც არის ქალაქის რაღაც ურბანული, შეიძლება ქაოსიც დავარქვათ და კიდევ ერთხელ რაღაც მხრივ ხაზს უსვავს ნათელას შემოქმედებას, რომელიც გეგონება, რომ პარალელური სამყაროდან არის, რაღაცა სხვა დროსა და სხვა ეპოქაზე არის, არადა თანადროულია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არის გადაღებული. საერთოდ ჯამში მე მიმაჩნია, რომ საქართველო არის ძალიან ფოტოგრაფიული ქვეყანა. ძალიან მიყვარს და არასოდეს არ მიფიქრია, რომ აქედან სადმე წავსულიყავი საცხოვრებლად, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ მე უნდა ვიღებდე აქ საქართველოში და ჩემი თემა არის რეგიონები. ძალიან საინტერესოც არის ასეთი გამოფენები, თუმცა ბილბორდებზე არ მიფიქრია არასოდეს, რომ შეიძლება ასეთი გამოფენა გაკეთდეს და საერთო ჯამში მე ძალიან მომწონს.